რაც უფრო მეტად ლანძღავს ადამიანი ამა თუ იმ ეროვნებას, აი სწორედ რომელსაც ლანძღავს, ის ეროვნება ურევია გენეტიკაში დიდი პროცენტით. ვინც ყველაზე მეტად გაყვირის ქართველი ვარ, კი იცით პასუხი. მე არასდროს არ მithქვამს არც ერთ ვიდეოში, რომ ვარ ქართველი ვარ, გინახავთ სადმე რომ მეთქვას ეგეთი რაღაც? არა. საქართველოს ყველა შვილი ჩვენთვის არის ჩვენი ძმა, ჩვენი და, ჩვენი დედა, ჩვენი მამა და ჩვენი შვილები. ვისაც უყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი სამშობლო, ის ჩემთვის ქართველია. მაგრამ არსებობს ხალხი, ვინც გენეტიკურად არის ქართველი. ამიტომ მათ ჩვენ უნდა მივაწვდინოთ ხმა. სხვა რამეა, ისინი მიიღებენ თუ არა თავიანთ ქართველობას, მაგრამ ჩვენი უნდა ვცადოთ და იმ 80 მილიონ ადამიანს დედამიწის ზურგზე უნდა გავაგებინოთ, რომ მათ ძარღვებში ქართული სისხლი შქებს. ასეთებია მაგალითად ლაზები, რომლებსაც დააჯერეს, რომ ქართველები თითქოს მათი ბიძაშვილები არიან და სინამდვილეში ისინი არიან კოლხები. მსგავსი რაღაცა საქართველოშიც მომისმენია, ქართველები არიან თითქოს ქართები. არა. ეს ასე არ არის. გაგიკვირდებათ და ლაზები წარმოშობით არა კოლხები, არამედ მესხები არიან. ამას ადასტურებს მათი გენეტიკური კვლევაც. ლაზების უმეტესობა ატარებს არა G2 კოლხურ გენეტიკას, არამედ მესხურ L გენეტიკურ კოდს, მესეხის ხაზს. ანუ რა გამოდის? ლაზები არიან მესხები. ეს არის დადასტურებული ამბავი. ხშირად მეკითხებიან მათ შორის სამეგრელოს რატო არ ახსენებო? მე თვითონ მეგრელი ვარ. მეგრელები სისხლით და ხორცით ქართველები ვართ. ეს დადასტურებულია და ვინც გაიძახის რომ მეგრელი არ არის ქართველი, ეს ადამიანი კი ვიცით საიდანაც არის წარმოშობით. მეგრელები რომ არა, საქართველოს დღეს არ იარსებებდა. რაც შეეხება კოლხებს, კოლხეთში მეგრელების გარდა დათოფით ტომი იყო. მეგრელები ჩვენ მოვდივართ კოლხური 2 ტომიდან, მანრალები და მაკრონები. კოლხეთი იყო გადაჭიმული ხერსონიდან ტრაპიზონამდე. კოლხეთის სამეფოში შედიოდა ათეულობით ტომი. კი, მეგრელები ერთ-ერთი ძირითადი ბირთვი ვიყავით კოლხეთის, მაგრამ რომ გამოვყვეთ ხერსონიდან, კერკეტები, აიოტები, სინდები, აბაზგები, აფშილები, ფასიელები, სედოხეზები, ბექირები, ბიძერები, ჰალიძონელები, ხალიბები, ბოსინიკები და ასე შემდეგ. რამდენი ძლიერი ტომი იყო კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში, მათ შორის ქუთები. ამიტომ ვიცოდეთ ჩვენი ისტორია და კოლხეთს დავამცირებთ და მოვიყვანთ ზუგდიდიდან მარტვილამდე კოლხეთს. კოლხეთი გადაჭიმული იყო ხერსონიდან ტრაპიზონამდე. და კოლხები, რასაკვირველია, ვართ გენეტიკურად, ისტორიულად, ლინგვისტურად, ეტიმოლოგიურად ქართველები. დადასტურებული ფაქტია. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.